რუსეთს კვლავ მიაქვს იერიში უკრაინულ დასახლებებსა და ქალაქებზე, მათ შორის კიევის, დონეცკისა და სუმის რეგიონებზე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ რუსეთმა მათი მიმართულებით 83 დრონი გაუშვა. ერთ-ერთი დრონი სუმიში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაზიანდა რამდენიმე სახლი და ათეულობით ავტომობილი. 65 მოქალაქე შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს. დაჭრილია ერთი ქალი. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ძალიან რთული იყო. მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა. ეს საშინელება იყო. ყველაფერი განათდა, ფანჯრის მინები და მთლიანად სახლი ზანზარებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სახლი ჰაერში აიწია. დონეცკის რეგიონში კოსტიანტინივკაში საცხოვრებელი უბლის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. კრამატორსკში კი ავიაიერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა. ჩვენ დავკარგეთ აღჭურვილობა. კვლევის განყოფილებაში განათების ტექნიკა დაზიანდა. რამდენიმე წამალიც განადგურდა, მაგრამ საბედნიეროდ მათი უმეტესობა გადარჩა. თავდასხმა იყო კიევზე, სადაც ერთ-ერთ შენობაში დრონის დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ქალაქის მერის ინფორმაციით დაშავებულები არ არიან. ამავდროულად რუსეთში, კერძოდ კრასნოდარში, უკრაინელების მიერ გაშვებული დრონის ნამსხვრევებმა 19 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა. დაშავებულთა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.